მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას დიდი პატივისცემით. მე ძალიან მოხარული ვარ და პირველ სკოლისა მინდა მადლობა გადაუხადო მეუფედოსით ეს მოწვევისთვის და აი ჩართულობისთვის აი ამ პროექტში. და მამა ეფრემს შემდეგ რა თქმა უნდა ასევე დიდი მადლობა ვინც არის ორგანიზატორი. ყველა თქვენგანს. მოკლედ აღარ დავუკარგავ დროს ამაზე დავიწყებ ჩვენ სალექციო თემას. ჩვენი დღევანდელი სალექციო თემა გახლავთ საეკლესიო ან იგივე კანონიკური სამართალი. ეს იქნება შესავალი ჩვენს ასე თქვათ აი ამ საკითხზე. ნუ ეს თვითონ საგანი გახლავთ საკმაოდ ფართო, რომელიც შეიძლება ითქვას ეკლესიის თითქმის ყველა თეოლოგიურ დარგს აერთიანებს თავის თავში და შეიძლება ითქვას, რომ თეოლოგიური დარგებიდან საეკლესიო იგივე კანონიკური სამართალი არის ის დარგი, რომელიც ამავე დროს მჭიდრო კავშირშია იურისპრუდენციის მეცნიერებასთან. აი ამ ხრივ ასე თქვათ, ის არის საკმაოდ მრავალისმომცველი და თავისებურად სპეციფიური და რთული ასე თქვათ დარგი. მოკლედ დავიწყოთ რაზე საუბარი. მე მინდა ძალიან მოკლედ შევეხო თვითონ სამართლის რაობას ძალიან მოკლედ შევეხები ზოგადად რომ გავარკვიოთ თუ რა არის სამართალი. ნუ ამ ცნებას სამართლის რაობა შეისწავლის როგორც კანონიკური სამართალი, ასევე ზოგადად იურისპრუდენცია და იურისპრუდენციაში ცალკე მიმართულება ამას ქვია სამართლის ფილოსოფია. ჩვენს ქვეყანაში ამ შემთხვევაში მე გულისხმობ საქართველოს დიდად განვითარებული არ არის სამწუხაროდ ეს მიმართულება, რასაც ფილოსოფიის სამართლის ფილოსოფია ქვია. ეხლა არის რამოდენიმე პროფესორი, ვინც აი ამ დარგით არის დაინტერესებული, თუმცა გერმანიაში და ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს საკმაოდ განვითარებული დისციპლინაა და შეიძლება ითქვას ეს არის საფუძველი, რომ ჩვენ სწორად გავერკვათ სამართლის რაობაში. და ეს საუბარი რას მოვაყოლე, რომ აი ამდენი თქვათ სამართლის რაობასთან დაკავშირებით. ჩვენ თუ ზუსტად ვერ გავერკვევით რა არის სამართალი, უკვე შემდეგ საკითხები რაც სამართალს უკავშირდება, რა თქმა უნდა, არასწორი გზით შეიძლება ჩვენ წავიდეთ იგივე კანონის გაზრებაში, კანონების პრაქტიკაში გამოყენების მიმართულებით და ასე შემდეგ. ძალიან მოკლედ მინდა განვარტო, რომ სამართალთან დაკავშირებით თუ რა არის სამართალი, ამაზე ჯერ გვაქვს ჩვენ ანტიკური ფილოსოფოსების, ანტიკური პერიოდის ფილოსოფოსთა მოსაზრებები, შემდეგი პერიოდის ასე ვთქვათ განმანათლებლების თუ ცალკეული ფილოსოფოსების მოსაზრებებიც და ცალკეული კანონისტების მოსაზრებები და განსაზღვრებები. რომ ყველა ეს განსაზღვრება არ არის ასე ვთქვათ ამომწურავი და სრულფასოვანი, რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ რა არის სამართალი. ამით ანუ რას გიხსნით ახლა რომ კარგად გავიგოთ. ჩვენ როდესაც ვამბობთ სამართალს, ჩვენ ავტომატურად ასოცირება გვიჩნდება იურისპრუდენციულ მეცნიერებასთან. და ესეც არის, რა თქმა უნდა, რომელშიც მოიაზრება სხვადასხვა პერიოდში შექმნილი კანონთა კოდექსები, სხვადასხვა თავისი დარგებით, როგორც საჯარო სამართლის სფეროში, ასევე კერძო სამართლის სფეროში. მაგრამ სამართალი უფრო აღმატებულია თავისი გაგებით და თავისი დატვირთვით, ვიდრე ეს ვიწრო მიმართულება, რასაც ჩვენ იურისპრუდენციას ან დღესდღეობით სამართლის მეცნიერებას ვუწოდებთ. სამართალი შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი აბსტრაქტული მოცემულობა, რისკენაც ყოველი ადამიანი ისწრაფვის. ანუ ამ ქვეყანაზე ყოველი ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ არის ძიებაში სამართლის, რომ როგორც თავის პირად ცხოვრებაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში დადგინოს სამართალი. სხვადასხვა დროს ადამიანები სხვადასხვა საშუალებებით ადგენდნენ სამართალს. მაგალითად, ირჩევდნენ ბრძენ ადამიანებს, უხუცეს ადამიანებს, როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში. ადგენდნენ მათ თავიანთ თავკაცებად, ვისაც ჭკუას ეკითხებოდნენ, არაიმე სადავო საკითხი თუ იყო, მასთან მიდიოდნენ. და ეს დღემდეც არის შემორჩენილი თქვათ მთიან რეგიონებში და შეიძლება სხვადასხვა ტომებშიც, მაგრამ აი თქვათ მის სიბრძნეს ენდობოდნენ. მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა ბოლომდე, ასე თქვათ, დამაკმაყოფილებელი საზოგადოებისათვის, როცა თქვათ, მხოლოდ ერთ პიროვნებას ეკითხები ჭკუას, იმიტომ რომ ადამიანი რაც არ უნდა ბრძენი იყოს, გამოცდილი იყოს, ხანდაზმული, თქვათ, ობიექტური, კეთილშობილი, ის არ არის დაზღვეული თავისი სუბიექტური შეხედულებებისაგან და შესაბამისად ცდარი შეხედულებებისაგან. აქედან გამომდინარე, ისტორიულად ადამიანებმა ყველა ის კარგი რჩევა დარიგება, რაც გამოცდილებით, ასე ვთქვათ, გამოცდილების მიხედვით დაადგინეს, რომ არის აბსოლუტურად სწორი და შეიძლება საომავლოდაც იგივე სადავო საკითხებში ავტომატურად გამოიყენონ ეს რჩევა თუ დარიგება, მას უკვე ცალკეული დადგენილებების სახე მისცეს, რასაც ჩვენ კანონს ვუწოდებთ. აი ასე ჩამოყალიბდა კანონები ასე ზოგადად ისტორიაში. შესაბამისად, რისი თქვა მინდა, რომ სამართალი
ეს არ გახლავთ პირდაპირ კანონი. ანუ კანონი ეს გახლავთ იარაღი სამართლის დასადგენად. უბრალოდ კანონი არის ყველაზე ისეთი ობიექტური და ყველაზე მძლავრი იარაღი, რომელიც გვეხმარება ამა თუ იმ სადავო საკითხების სამართლიან გადაწყვეტაში და სამართლის დადგენაში. მაგრამ რადგანაც კანონიც არ ამოწურავს თავის თავში სრულფასოვნებას, რომ აი ესა თუ ის კანონი ზედმიწევნით ობიექტურად წყვეტს ამა თუ იმ სადავო საკითხს, ამიტომ გამოცდილების და მიხედვით, რაც უფრო ვითარდება კაცობრიობა, ვითარდება კულტურა, ცივილიზაცია და ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე ზოგიერთი ძველი კანონი უქმდება, იქნება ახლები და უფრო იხვეწება. ეს არის დაუსრულებელი პროცესი საკანონმდებლო ცხოვრებაში და ეს ესეც იქნება სანამ ეს დედამიწა არსებობს. რაც შეეხება საეკლესიო სამართალს, აქ რაზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ ზოგადად საზოგადოებაში, საზოგადოების წესიერი ცხოვრებისათვის, ჰარმონიული ცხოვრებისათვის და რაც უფრო ცივილური და კულტურული ხდება საზოგადოება, იქ უფრო მეტი მოთხოვნები ჩნდება ასე ვთქვათ, ერთმანეთთან ჰარმონიული თანაცხოვრების და ასე შემდეგ, იქ რა თქმა უნდა გარკვეული რეგულაციებია საჭირო იმისათვის, რომ ადამიანებს ეს წითელი ხაზები არ დაარღვიონ. ერთი მხრივ ადამიანი მორალურად კი შეიძლება იყოს აღზრდილი და მაინც ის როგორ გამოიქცეს, რასაც ჩვენ ბუნებით ჯულს უწოდებთ, ანუ შინაგანად მორალურად ესეა დაბადებული, მაგრამ ჩვენ ამ მხოლოდ ადამიანის მორალს ვერ ვენდობით, რომ ის აი ამ წითელ ხაზებს არ გადავა. ამიტომ ჩვენ გჭირდება დამატებითი დადგენილებები, როცა ვიაც თქვა დაგვაწყოს იმისაგან, რომ თუ რომელიმე ადამიანი ამ წითელ ხაზებს გადავა, ჩვენ მოახდენთ რეაგირებას და დროულ აღკვეთას მსგავსობის და სხვადასხვა ფორმის დარღვევების. ეს შეიძლება იყოს სუბუქი, შეიძლება ეს იყოს მძიმე. აქედან გამომდინარე, ეკლესიაშიც რა თქმა უნდა შემუშავდა გარკვეულ პერიოდში საეკლესიო კანონების, სწორედ იმისათვის, რომ ეკლესია ერთის მხრივ რა თქმა უნდა არის განსხვავებული ორგანიზაცია, თუ შეიძლება ესე დავარქვათ, სადაც იგაერთიანებული ადამიანები, ვთქვათ, არაეკლესიური ადამიანებისგან შეიძლება გამოირჩევიან უფრო მაღალ მორალური პრინციპებით და უფრო მეტი ცოდნით ამ მხრივ, მაგრამ ისინიც ისეთივე ხორციანი ადამიანები, როგორც ვთქვათ, არაეკლესიური ადამიანები და აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვართ დაზღვეული ეკლესიის წევრთა შორისაც, რომ მოხდეს სხვადასხვა სახის დარღვევები. და ამიტომ იქნა საეკლესიო კანონები შემუშავებული. ანუ ზოგადად რო შევაფასოთ ესე. თუმცა ეკლესიის კანონების მიზანი და სულისკვეთება კიდევ უფრო განსხვავდება სახელმწიფო, ანუ ეგრეთ წოდებული საერო კანონებისაგან. ძალიან მოკლედ რო გავმართოთ, რა არის მათ შორის ძირითადი განსხვავება. სახელმწიფო კანონების მიზანი არის ქვეყნის სტაბილურობა და ადამიანთა შორის ცივილური ურთიერთობების შენარჩუნება და ამის რეგულაცია. საეკლესიო კანონები, რა თქმა უნდა, ამ დატვირთვასაც ატარებს და ამ ფუნქციის მატარებელიც არის, მაგრამ ის კიდევ უფრო იმითაა განსხვავებული, რომ მარტო ამით არ კმაყოფილდება, რომ ამ ქვეყანაზე ადამიანებმა ერთმანეთთან ჰარმონიულად იცხოვრონ, ან რაღაცა მორალური საზღვრები არ გადალახონ. ანუ ის ადამიანს ეხმარება განხრთობაში, ანუ სულის წყონებაში, რაც კიდევ უფრო ცალკე და უფრო მეტ დატვირთვას ანიჭებს საეკლესიო კანონებს სახელმწიფო კანონებისაგან განსხვავებით. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ საუბარი დავიწყეთ სამართლისა და კანონების ურთიერთმიმართებაზე, დამტკი, რომ კანონი არ არის თავისთავად სამართალი და სამართალი თავისთავად კანონს არ გულისხმობს თავის თავში, არამედ კანონი ეს არის იარაღი, რითაც ჩვენ ვადგენთ სამართალს. შესაბამისად, აქ არის ესეთი საკითხი, რომ აი ადრე კონსტიტუციაშიც გვეწერა კანონის უზენაესობა და ჩვენ დღესაც ძალიან ხშირად გვესმის ეს საკითხი, რომ აი კანონის უზენაესობა უნდა იქნას დაცული და კანონი არ უნდა დაირღვეს და ასე შემდეგ და პარები უნდა ვცეთ. რა თქმა უნდა, სადავო არაფერია, მაგრამ საეკლესიო სამართალში საქმე დგას ესე, რომ ჩვენ ვაღირავთ არა კანონის უზენაესობას, არამედ სამართლის უზენაესობას. ამას მე ცოტა მოგვიანებით კიდევ ერთხელ მიუბრუნდები, რომ უფრო კარგად გასაგები გახდეს რა ურთმიმართება და რატო დგას საკითხი ესე, რომ არა კანონის, არამედ სამართლის უზენაესობა. ზოგადად სამართალთან მიმართებით აი ძალიან კარგი განმარტებას იძლევა კიდევ ერთ-ერთი ბერძენი გასული საუკუნის ცნობილი პროფესორი საეკლესიო სამართლის ამილკას ალივიზატოსი, ეს იყო ათენის უნივერსიტეტის პროფესორი. მას აქვს ესეთი ცნობილი ნაშრომი ეკონომიაზე და იქ სამართლის ცნებას ესე განმარტავს, უბრალოდ მას მოყავს არისტოტელეს ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომიდან, რომელსაც ეწოდება
ნიკომაქეს ეთიკა, ესეთი ამონარიდი, სადაც არისტოტელე სამართალს განმარტავს შემდეგნაირად, რომ სამართალი, სამართლიანი მიდგომა, სამართლიანი გადაწყვეტილება თავის თავში უპირობოდ უნდა გულისხმობდეს სიკეთეს, ანუ სიკეთეს როგორც ცალკეული ადამიანისათვის, ისე საზოგადოებისათვის. შესაბამისად, ხშირად არის, რომ თუ ადამიანი კანონის ზედმიწევნითობას მისდევს, შეიძლება კანონის ზედმიწევნით აღსრულება გარეგნულად ჩანდესო ჩვენ სამართლიანად მოვიქეცით, მაგრამ ეს იყოს ადამიანის საზიანო. ამიტომ სამართლიანი მიდგომა ზოგჯერ შეიძლება გულისხმობდეს თავის თავში კანონის გვერდისავლასაც. ეს ძალიან მოკლედ, აი ჩვენ როცა ეკონომიასა და კრებიაზე გადავალთ, იქ უფრო გავშლილ თემას, რომ უფრო გასაგები გახდეს. ამიტომაც რომ ეკლესიისათვის რომ უზენაესია სამართალი და რა უბრალოდ კანონი, რომელიც მისი იერარქია და საშუალება, რომ ჩვენ სამართალი დავადგინოთ. საეკლესიო სამართალი თავის თავში, ახლა რას შეისწავლის საეკლესიო სამართალი? მე ხლა ვეცდები, რომ ძალიან მოკლედ გადავიდე თემიდან თემაზე, რახან 1 საათი გვაქვს და მხოლოდ ძირითად საკითხებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, იმიტომ რომ ზოგადად ინფორმაციას თქვენ ელემენტალური ინტერნეტშიც კი გაეცნობით და მე სახელმძღვანელობსაც აგისახლებთ, სადაც შეგიძლიათ ზოგადი ესეთი პრინციპების შესახებ ინფორმაცია მოიციოთ ზედაპირულად. საეკლესიო სამართალი შეისწავლის შემდეგ დარგებს, ანუ საეკლესიო კანონმდებლობა, ზოგადად ეკლესიის მოწყობის პრინციპს, რა თქმა უნდა, საეკლესიო სამართლის წარმომავლობას წყაროებს, რაც ეფუძნება საეკლესიო სამართალი, შემდეგ ეკლესიის წევრების კლასიფიცირებას, რა არის ერის ადამიანის უფლებები ეკლესიაში, ანუ ქრისტიანის სამღვდელო იერარქია, რომელიც არის ეკლესიის მმართველი ორგანო, მათ შორის სამონაზნო დასი, ანუ სამონაზნო სამართალი, საეკლესიო ქონების საკითხი, თქვა საეკლესიო სასამართლო, საეკლესიო სასჯელები და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი საკითხია, რაც საეკლესიო სამართლის დარგი, ასე თქვა, მოიცავს. რა არის აქ კიდე საინტერესო, ახლა, როდესაც საეკლესიო კანონები იქმნებოდა და ძირითადად საეკლესიო იმპერატიული, ეგრეთ წოდებული იმპერატიული კანონები შეიქმნა პირველ 1000 წლებში მსოფლიო კრებების დროს. ბერძნული ენა საკმაოდ დიდარია და იმისათვის, რომ ჩვენ სწორად გავიაზროთ საეკლესიო კანონების სულისკვეთება, რაზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ ახლა ბერძნული ენა უფრო მდიდარია და აი ეს უფრო თვალსაჩინოს ხდის, რომ საეკლესიო კანონების, რასაც ჩვენ კანონს ვუწოდებთ, მათი სხვადასხვა კლასიფიკაცია არსებობს და მათ შორის სტატუსობრივი სხვაობა. უშუალოდ კანონი არსებობს ორი ესეთი ტერმინი. კანონი, რომელიც უთარგმნელად გადმოვიდა ქართულშიც, ანუ ბერძნულადაც ესეა, და არსებობს ბერძნულში ეგრეთ წოდებული ნომოსი, რაც ქართულში ითარგმნა როგორც ჯული. აი რუსულშიც გვაქვს ესეთი ორი ტერმინი. არის კანონი, თავისთავად უთარგმნელად გადასული და არის ზაკონ კიდე. აი ესეთი ტერმინიც. რა თქმა უნდა, ისინი სტატუსობრივად ერთმანეთისაგან სხვაობენ. რა ურთიერთმიმართებაა კანონსა და ნომოსებს შორის, ანუ ჯულს შორის? როდესაც პატრიარქმა ფოტიოსმა მე-9 საუკუნეში შეადგინა თავისი ცნობილი კოდექსი, კანონიკური კრებული, რომელსაც დაარქვა ჯულის კანონი, საქართველოში ეს კრებული ცნობილია დიდი ჯულის კანონის სახელით, თქვენს ალბათ გსმენიათ. ორი სახელწოდებისაგან შედგება. ბერძნულშიც ესე ქვია ნომოკანონი, ქართულშიც მას ეწოდა ჯულის კანონი. და ძალიან საინტერესოა, რატო ეწოდა მას ესე ორი სახელწოდება. ბერძნულში ნომოსები ეწოდებოდა უშუალოდ სახელმწიფოს მიერ მიღებულ კანონებს და საკუთრივ კანონი ეწოდა ეკლესიის სივრცეში მიღებულ კანონებს. დღესდღეობით ჩვენ ესეთი გარჩევადობა აღარ გვაქვს, მაგრამ პირველ 1000 წლებში მოხდა ესეთი გარჩევა. შესაბამისად, კანონი გარკვეულწილად უფრო მაღალი სტატუსის მატარებელი იყო ვიდრე ნომოსი, ანუ ჯული. ხოლო ფოტიოსმა, როდესაც თავისი კრებული შეადგინა, პატრიარქ ფოტიოსმა მე-9 საუკუნეში 893 წელს, მან იმიტომ დაარქვეს ორი სახელწოდება, რომ იქ მოთავმოყრილი იყო როგორც სახელმწიფოს მიერ მიღებული ის კანონები, რაც ეკლესიას მიემართებოდა, ასევე ეკლესიის სივრცეში მიღებული კანონები. და რადგან ეს ორივე სტატუსის კანონი იყო ერთად თავმოყრილი, ამიტომ ეწოდა მას ჯულის კანონი. თვითონ ეკლესიაშიც გვაქვს ესეთი დადგენილებები,
კანონიკური და კანონისტიკური დადგენილებები, აი ქართულად ესეა თარგმნილი ბუმისის სახელმძღვანელოში, რომელსაც ეწოდება კანონიკური სამართალი და რით განსხვავდება კანონიკური და კანონისტიკური დადგენილებები. ანუ მოკლედ მე გავამოხმოთ თქვენს ყურადღებას შემდეგ საკითხზე. რომ უშუალოდ კანონი ეწოდა ეკლესიის მიერ მიღებულ ეგრეთ წოდებულ იმპერატიულ კანონებს. და რომელი ეკლესიის მიერ მიღებული იმპერატიული კანონები? ის, რომლებიც სოფლიო საეკლესიო კრებამ შეიმუშავა. და შემდეგ იმ კრებათა კანონები და ცალკეულ მამათა კანონები, რომელიც სოფლიო კრებებმა აღიარეს როგორც საყოველთაო, სავალდებულო, ავტორიტეტული და ეკლესიის იმპერატიული კანონები. აი ამას ეწოდა საკუთრივ კანონი. ხოლო სხვა კატეგორიის საეკლესიო განჩინებებს და ადგენილებებს, რომელსაც ასევე ჩვენ კანონს ვუწოდებთ, ბერძნულ წყაროებში ამას ეწოდება არა კანონი, არამედ ნომოსი, ანუ სჯულებითი დადგენილება. და რატომ მოხდა ესეთი განსხვავება? რომ კანონი არის ისეთი განსაზღვრება, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარება და არის იმპერატიული. ხოლო ნომოსი, ანუ სჯულებითი დადგენილება, რა თქმა უნდა, ესეც გასათვალისწინებელია და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში თუ ამის ობიექტური მიზეზი დგება, ჩვენ შეგვიძლია საერთოდ ამ გავაუქმოთ, ამ დროებით შევაჩეროთ, ან არ გავითვალისწინოთ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. და ბოლო ეს რაც მინდა ყურადღება გავამახვილო ამ ჩვენს პირველ შესავალში, საეკლესიო კანონების სულისკვეთება და მიზანი, უკვე ამაზე ვისაუბრე, რომ საეკლესიო კანონების სულისკვეთება და მიზანი არის არა უბრალოდ წესრიგის დამყარება ეკლესიაში, არამედ ასე თქვათ, სრუნა ადამიანის სულის წყონებაზე. და როგორც სრუნავს საეკლესიო კანონები ადამიანის სულის წყონებაზე. ნახეთ საქმე რაში. ჩვენ გვაქვს დოგმატები მართლმადიდებელ ეკლესიაში. ანუ სწავლება თუ როგორ უნდა გვწამდეს ღმერთის შესახებ სწავლება, ღვთისმშობლის შესახებ, ანგელოზებზე, ეკლესიაზე და ასე შემდეგ. და ჩვენ ვიცით, რომ სწორი დოგმატური აზროვნება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ სწორად ვიცოდეთ, ვინ რა გვწამს და როგორ უნდა წარმართოს ადამიანმა თავისი ცხოვრება იმისათვის, რომ განიმტკიცოს, ისკენაც არის ის მოწოდებული. მაგრამ დოგმა ეს არის თეორია. მოგეხსენებათ, რომ ეკლესია და ეკლესიური ცხოვრება და დოგმა ეს არ არის უბრალოდ თეორია, არამედ ეს არის ცხოვრების წესი. აქედან გამომდინარე, კანონები ეს არის ის საშუალება, რომელიც ჩვენ გვეხმარება, რომ აი ამ დოგმატური სწავლების შესაბამისი იყოს ჩვენი ცხოვრება. ანუ მოდი ესე ვთქვათ, რომ სოფლიო საეკლესიო კრებების მიღებული კანონები, ის რეგულაციები, რისკენაც მოუწოდეს როგორც ერის ადამიანებს, ისე სასულიერო პირებს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ, რა უნდა გაითვალისწინონ და ასე შემდეგ. ეს გვაძლევს ესე ვთქვათ 100%-იან გარანტიას იმისას, რომ ჩვენ სწორად მივყვებით სამღვთო გზას. ანუ გვაძლევს რისგან, როგორც უნებლიე შეცდომებისაგან, რომ ვთქვათ არასწორი წარმოდგენები შევიქმნათ და ჩვენი წარმოდგენებით არ ვიაროთ ღმერთის გზაზე. ასევე ხიბლისაგან და სხვადასხვა გადახვევებისაგან. ანუ კანონი ამის ასე ვთქვათ გარანტიას გვთავაზობს. იმიტომაც უწოდეს ბუმისი ესეთნაირად საეკლესიო კანონებს, რომ დოგმატები ეს არის თეორია, ხოლო კანონი ეს არის დოგმატია ცხოვრებაში განხორციელებული, რაც ასე ვთქვათ ქრისტიან ადამიანს ეხმარება აი ამ ცხოვრების გზაზე. კარგით, გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, ეს არის მესამე სლაიდი. ტერმინ კანონის, ეხლა მე მინდა ტერმინი კანონი განმარტოთ ძალიან მოკლედ. რა არის კანონი? ეს ზოგადად ბაკალავრის პირველ სემესტრშიც კი ყველა ვსწავლობთ ამას, რომ თვითონ კანონი ეწოდებოდა რაღაცა სისწორეს, მოცემულობას, რაც არის აბსოლუტურად სწორი, შეიძლება ეს იყოს სახაზავი, სწორი ჯოხი და ასე შემდეგ. ანუ რა არის, რა იგულისხმება ამაში? რომ კანონი არის ის აბსოლუტური სიზუსტე, რომელიც მემასწავლებს შეცდომისაგან. აი თუნდაც რა ვიღოთ სახაზავი. მაგალითად, ეხლა ადამიანი, რომელიც არის არქიტექტორი, მას რაც არ უნდა გავარჯიშებული ხელი ქონდეს, რომ თუნდაც 10 სანტიმეტრიანი, 20 სანტიმეტრიანი ხაზი სწორად გაავლოს, ის თქვათ ყოველგვარი დამხმარე იარაღის გარეშე. ის მაინც არ არის დაზღვეული, რომ შეიძლება მილიმეტრებში შეცდომა არ ქონდეს დაშვებული. და იმისათვის, რომ ის აბსოლუტურად დაზღვეული იყოს, თუნდაც მილიმეტრების დონეზე, რომ ხაზის გავლებაში შეცდომა არ დაუშვას, მას რაღაცა დამხმარე იარაღი სჭირდება, ანუ სახაზავი, რომელიც 100%-ით ადამიანს აზღვევს ცდომილი ქმედებისაგან. აქედან წამოვიდა კანონი. შესაბამისად,
აი იმ დადგენილებებს, პატარა განსაზღვრებს, რასაც ჩვენ კანონს ვუწოდებთ, როგორც სახელმწიფო კანონებში, ისე საეკლესიო კანონებში. იმიტომ ვუწოდეთ აი მოკლედ დადგენილებებს კანონი, რომ გამოცდილებით ადამიანებმა მიიჩნიოს, რომ ეს არის ის აბსოლუტურად სუსტი განსაზღვრება, რომელიც ამა თუ იმ საჭიროების შემთხვევაში, ან სადავო საკითხი იქნება თუ სხვა რაღაცა საკითხი, აი მათი მართებურად გადაჭრისას, აი ამ ფორმით გადაჭრა, რასაც კანონი გვთავაზობს, არის აბსოლუტურად სწორი და სამართლიანი და ზუსტი, რომ ადამიანი ესე იგი შეცდომას არ სჩადის. ეხლა მეორე საკითხი, რატომ ეწოდა საეკლესიო სამართალს მეორენაირად კანონიკური სამართალი? ამისი ასე ვთქვათ, ორი განმარტება არსებობს. ძირითადად მათი ურთიერთგამიჩვენა საეკლესიო სამართლისა და კანონიკური სამართლისა ეს მოხდა დასავლეთის ეკლესიაში, ანუ კათოლიკური ეკლესიის სივრცეში, იქაურ საეკლესიო სამართალში. და ძალიან მოკლედ აგიხსნით, რომ საკუთრივ საეკლესიო სამართალს კათოლიკურ სივრცეში უწოდებენ იმ სახელმწიფოს მიერ მიღებულ კანონებს, რომელიც ეხება ეკლესიას, და სწორედ საეკლესიო სამართალია თავის მხრივ, რომელიც იურისპრუდენციის ერთ-ერთ დარგსაც კი წარმოადგენს, ხოლო კანონიკური სამართალს ისინი უწოდებენ საკუთრივ ეკლესიის სივრცეში მიღებულ კანონებს, რომელიც მხოლოდ ეკლესიის შიდა ცხოვრებას არეგულირებს. ანუ თუ სახელმწიფო კანონები ეს არის ეკლესიასთან მიმართებით ის კანონები, რაც საბოლოო ჯამში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას არეგულირებს ერთმანეთთან, სხვადასხვა სფეროში, თქვა ეს ქონება, ქორწინების საკითხი თუ ასე შემდეგ, თუნდაც სტატუსის განსაზღვრა. კანონიკური სამართალი კათოლიკური სამართლის სწავლების მიხედვით მოეძებს იმ საეკლესიო კანონებს, რომელიც შიდა საეკლესიო ცხოვრებას ეხება. მეტნაკლებად ეს, რა თქმა უნდა, ბერძნულენოვანი ეკლესიების მიერაც არის დღესდღეობით გაზიარებული და ჩვენ დღეს გვხვდება უკვე ესეთი სახელმძღვანელოები თანამედროვეობაში, თავიდან არ აღიარებდა ამას აღმოსავლეთის ეკლესიამ გამიჯნულობას და საეკლესიო სამართალს იგივე კანონიკურ სამართალს უწოდებდა და ერთმანეთის სინონიმად გამოიყენებდა, მაგრამ დღეს გვაქვს უკვე ესეთი გამიჯნულობა, რაც დასავლეთის კათოლიკურ ეკლესიაშია, ცალკე საეკლესიო სამართლის, ცალკე კანონიკური სამართლის, მაგრამ არსობრივად მაინც ეს ერთი და იგივე დისციპლინა, რო გითხრათ. მაგრამ აქ არის მეორე განმარტება, რომ კანონიკური სამართალი, თქვა იგივე გუგლში რო ჩაწეროთ, ეს საკუთრივ აპრიორი უკავშირდება საეკლესიო სამართლის დისციპლინას. რატო ეწოდა საეკლესიო სამართალს კანონიკური სამართალი? ანუ ეკლესიამ თავის სამართალს კანონიკური რატო დაარქვა? ანუ ეკლესია მიიჩნევს, რომ მისი სამართალი, რომლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლიო კრებაზე მიღებული კანონები, რომელიც ეკლესიის უმაღლესი და უსტომელი მმართველი ორგანოა, როგორც ეს არის აღიარებული ეკლესიაში. აქედან გამომდინარე, საეკლესიო სამართლის არის აბსოლუტურად ის ზუსტი სამართალი, რომელიც ზუსტად გვპირდება, ანუ 100%-ით გარანტიას გვაძლევს, რომ უცდომელად წაგვიწყება განხრთობის ცხონების გზაზე, რაც მე უკვე წეგან ვახსენე. ანუ მე წეგან ხვდები, რომ კანონი ნიშნავს აბსოლუტურ სიზუსტეს, რომელიც თომილებას არ უშვებს. აი მეორე გაგება იმისა, რომ საეკლესიო სამართალს ქვია კანონიკური სამართალი, არის ესეც, რომ ეს არის აბსოლუტურად ზუსტი სამართალი, რომელიც ზუსტად არის მორგებული ყველა დროის ყველა ადამიანზე. ნუ ეკლესიის წევრები იგულისხმება ამაში, ასე ვთქვათ, ქრისტიანი ადამიანები. რაც შეეხება საეკლესიო და საერო სამართლის ურთიერთმიმართებას, აქ კიდე რა განსხვავებაა მათ შორის, რომ საკანონიკური სამართალი იმიტომაც ეწოდა საეკლესიო სამართალს, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით, ნუ უფრო კანონიკური სწავლების მიხედვით, ესეთი გარჩევადობა, რომ სახელმწიფო, ანუ საერო კანონების წყაროდ მიჩნეული ადამიანების ნება და რადგანაც ადამიანის ნება არ არის უცდომელი, ამიტომაც საეკლესიოს სახელმწიფო კანონები უცდომელობით არ სარგებლობს. ეს არის იმის მიზეზი, რომ დროთა განმავლობაში სახელმწიფო კანონები ცვლილებებს ექვემდებარება. ზოგიერთი მათგანი საერთოდ გაუქმებასაც ექვემდებარება. და რაც კი სამართლის ის დისციპლინა არსებობს, აი მეცნიერების ისტორიის განმავლობაში, ხო? დროთა განმავლობაში ისინი იცვლებოდა და დღემდე იცვლება. ხოლო რაც შეეხება საეკლესიო სამართალს, თავის წყაროდ ის არის მიჩნეული თავად ღმერთი. ანუ ღმერთმა ადამიანში ჩადო ბუნებითი შული, რომელიც ადამიანმა ისევ ღმერთთან ურთიერთობაში ეს გამოავლინა და მას წერილობითი ფორმირება მისცა. და ის ორგანო, რომელმაც უცდომელად გადმოსცა ღმერთის მიერ დაუწყები ნება, რაც ადამიანი თავის თავში ატარებდა მანამდე, რასაც ჩვენ ბუნებით შულს უწოდებთ. აი ეს უცდომელი ორგანო, რომელმაც ამისი წერილობითი ფიქსაცია მოახდინა, ეს გახლავთ, რაც უკვე წეგან ვახსენე, მსოფლიო საეკლესიო კრებები.
და ეს სხვაობაც არის საეკლესიო და საერო სამართალს შორის. ნუ ეს უკვე ვთქვი, რომ ორგანო, რომელიც ღმერთის უსტობლობას გამოხატავს, ეს გახლავთ კრებსითობა, სოფლიოს საეკლესიო კრებები უფრო მეტად. თვითონ საეკლესიო კანონები საინტერესოა, რომ მე უკვე გითხარით, შეიქმნა პირველ ათასწლეულში, ანუ ის იმპერატიული კანონები, რითაც ეკლესია ძირითადად ხელმძღვანელობს, ანუ სოფლიო კრებების დროს. ეგრეთ წოდებულ 7 სოფლიო საეკლესიო კრებაზე. 7 სოფლიო კრება გაიმართა პირველ ათასწლეულში და იმ დროს ეს გაიმართა ბიზანტიის იმპერიაში, რომელსაც მეორენაირად ბერძნულ-რომაული სახელმწიფოს ეწოდება, და იმ დროს გაბატონებული იყო ეგრეთ წოდებული ბერძნულ-რომაული სამართალი, ანუ რომაული სამართალი. შესაბამისად, საეკლესიო კანონები შეიქმნა რომაული სამართლის ბაზაზე. ანუ ისე თქმა მინდა, რომ თავისი სულისკვეთებით, თავისი მიზნით, რა თქმა უნდა, ის საერო სამართლისაგან განსხვავდება, მაგრამ რადგანაც ის ამ ქვეყანაზეა გამოსაყენებელი, მას ის რაღაც ბაზაზე უნდა შექმნილიყო. ამიტომ ყველა ის ეკლესიის მამა, ვინც უშუალო მონაწილეობას იღებდა ამ საეკლესიო კანონების ჩამოყალიბებასა და შექმნაში, ისინი ყველა მათგანი საერო განათლებით იყო იურისტი. ახლა იურისპრუდენცია ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებაა და ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან უკვე ეს უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლებოდა. ამას რატო გიხსნით? მე ძალიან მოკლედ გიხსნით ახლა ამას, ეს ძალიან ფართო თემაა. ამისი გათვალისწინება არის აუცილებელი, თქვათ, როცა 21 საუკუნეში სასულიერო პირი ან თუნდაც ერის ადამიანი, თქვათ, ჯურის კანონიდან ცდილობს რაიმე კანონის გამოყენებას, მას უნდა ესმოდეს, რომ ეს კანონები თავის დროზე შეიქმნა რომაული სამართლის სფეროში, მათ ბაზაზე და არის მათში ასახული და გათვალისწინებული იმ დროის სამართლებრივი ბევრი ნორმა, რომელიც დღეს მოქმედი აღარ არის. მე ამ შემთხვევაში რომის სამართალს გულისხმობ. და ამას ხა ცოტა ხანში შევეხები, რას გულისხმობ. აი პირველი 1000 წლებში შეიქმნა მეთქი საეკლესიო კანონები. პირველი 1000 წლეულის და მეორე 1000 წლეულის საკანონმდებლო საქმიანობა იყოფა ორ ნაწილად. პირველი 1000 წლეულში ძირითადად საქმე გვაქვს, რასაც ბერძნულად ეწოდება კანონოთესიასთან, ანუ კანონმდებლობასთან, როცა მხოლოდ კანონებს ქმნის ეკლესია და ხოლო მეორე 1000 წლეული ეს გახლავთ უკვე კანონოლოგიის ეპოქა. ანუ როცა ხდება ამ ეკლესიის მიერ მიღებული კანონების სამეცნიერო დამუშავება და მათ საფუძველზე უკვე სხვადასხვა კრებულების შექმნა, კომენტარების დაწერა, ანუ სამეცნიერო დამუშავება. აი ამას ეწოდება კანონოლოგიის ეპოქა. რაც შეეხება კანონოთესიის პერიოდს, ანუ პირველ 1000 წლეულს, და მე უკვე საუბარი დავიწყე, რომ რატო უნდა გავითვალისწინოთ, რომ ესენი რომის სამართლის ბაზაზე შეიქმნა. აუცილებელია ვიცოდეთ საეკლესიო კანონების შედგენილობა როგორია. ერთის მხრივ ჩვენ ვთქვით, რომ ყველა ეს სოფლიო კრებაზე მიღებული კანონი არის იმპერატიული, რომელიც გაუქმებას სრულებას არ ექვემდებარება. დიდი ბოდიშის მოხდით. რომ აქვე შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რომ გასაგებია, რომ ეს სრულებას არ ექვემდებარება, იმიტომ რომ ისეთ საეკლესიო ორგანოზია ისინი შექმნილი, რომელიც ეკლესიის მიერ უცდომილად არის აღიარებული, ანუ სოფლიო საეკლესიო კრებებზე. მაგრამ ყველა მათგანი შეიქმნა მე-4-7 საუკუნეში. 21 საუკუნეში როგორ შეიძლება ეს ეკლესიამ გამოიყენოს ესეთი არქაული კანონები, რომ ზუსტად ობიექტურად მოარგოს 21 საუკუნის ადამიანს და მის ყოფას, მის ცხოვრებას. ისე რომ ანუ ინტეგრირებაში შევიდეს თანამედროვე ცხოვრებასთან, აი ესეთი ტერმინი რო გამოვიყენოთ. აი იმისათვის ერთ-ერთი საშუალება, რომ ჩვენ სწორად მოვახერხოთ საეკლესიო კანონების პრაქტიკაში გამოყენება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ საეკლესიო კანონების შედგენილობის საკითხი. ანუ რა, მე უკვე წეგან თქვი, რომ ყველა საეკლესიო კანონი თითქმის, როცა შეიქმნა სოფლიო კრებებზე იქმნებოდა და იწერებოდა, ითვალისწინებდა თავისი დროის მოქმედ სახელმწიფო კანონებს. ამიტომ პირველ ყოვლისა ეპისკოპოსი მღვდელი ან თუნდაც ერის ადამიანი, როცა ცდილობს ამ თუ იმ საეკლესიო კანონის პრაქტიკაში გამოყენებას, მას უნდა ესმოდეს, რომ ამ საეკლესიო კანონებში რა არის ისეთი, რაც წარმოადგენს იმ დროის რომის სამართლის ნორმას და რა უშუალოდ საეკლესიო ნორმას. და რა არის ისეთი, რაც უშუალოდ საეკლესიო ნორმაა. აი მე მოდი მაგალითისათვის ერთ ესეთ კანონს მოვიყვან მაგალითისათვის. აი მაგალითად გვაქვს მე-4 სოფლიო საეკლესიო კრების მე-4 კანონი, რომელიც სამონასტრო ცხოვრების რეგლამენტს ეხება. იქ ვიწერია ესეთი რამე ბოლოში,
რომ მონასტერში არ შეიძლება ვერად აღკვეცონ მონის სტატუსით მისული ადამიანი, ანუ მაშინ მონობის ინსტიტუტი იყო ესეთი. თუ მისი პატრონისაგან ის არ იქნება განთავისუფლებული ოფიციალურად. სხვა შემთხვევაში თუ ის არის გაქცეული თავისი პატრონის და უკითხავად სახლიდან და მონასტერს შეაფარა თავი, ანუ მონასტერს ჰქონდა უფლება რომ მისთვის თავშესაფარი მიეცა, და თუ 3 წლის განმავლობაში მისი პატრონი არ მოიკითხავდა მონას, ამ შემთხვევაში უკვე ბათილად ცხადდებოდა მისი დაქვემდებარება თავისი პატრონის მიმართ, ანუ ავტომატურად გათავისუფლებულად ითვლებოდა. და თუნდაც მისი პატრონისაგან არ ყოფილიყო ოფიციალური ნებართვა, უკვე შეიძლებოდა მისი მონაზვნად დახვეცა. უკაცრავ. ეხლა ამას რატო გიხსნით? სხვა დღეს რომელიმე ადამიანი არის ხელშეკრულებით სადმე სამსახურში გაფორმებული, ან ჯარის კაცია, რომელსაც კონტრაქტი აქვს დადებული 10 წლიანი. და გაიქცა ჯარიდან და თავი შეაფარა მონასტერს. და შეიძლება მონასტრის წინამძღვრმა გადაშროს ჯულის კანონი, სადაც წერია, რომ 3 წელი თუ პატრონი არ მოიკითხოს, უკვე ავტომატურად შეიძლება მისი მონაზვნად დახვეცა. და თუ მართლა 3 წლის განმავლობაში ამ ადამიანს ვერ მიაგნო და თქვათ არ მოიკითხეს, то შეიძლება მონაზვნად დახვეცოს. რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაული და ამ კანონის არასწორი გაგება და რატო? ეს განსაზღვრა არა ეკლესია, ეს 3 წლიანი ვადა. არამედ ეს განსაზღვრული იყო იმ დროის რომის სამართლით, ანუ სახელმწიფო კანონით. შესაბამისად, ეკლესიამ სახელმწიფო კანონი ასახა თავის კანონშიც, ანუ ეს მოთხოვნა, რომ დაპირისპირებაში არ შესულიყო სახელმწიფო კანონთან. შესაბამისად, თუ დღეს ჩვენ სახელმწიფო კანონით გვაქვს განსაზღვრული, რომ თქვა დეზერტირი ჯარისკაცი 10 წლის განმავლობაში ითვლება ძებნილად, ისე პირობითად ვამბობ. მაშინ ჩვენ შესაბამისად ეს გულისხმობს იმას, რომ თუ ადამიანი ესე დეზერტირი მონასტერში შეაფარებს თავს, 10 წლის განმავლობაში აქვს უფლება, რომ მონასტრის წინამძღვრმა ის მონაზვნად დახვეცოს. და არ უნდა იფიქსოს ჯულის კანონში ახლა 3 წელი უწერია, ეკლესიას უფლება აქვს, რომ 3 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ავტომატურად იმოქმედოს ისე, როგორც ეს ასე ვთქვათ, მითუმთვლის ამას საჭირო. ეს ძალიან მოკლე მაგალითი მოვიყვანე იმისათვის, რომ ვიცოდეთ საეკლესიო კანონების, ასე ვთქვათ, შედგენილობის საკითხი. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ძალიან მოკლედ შევეხები საეკლესიო სამართლის წყაროებს. საეკლესიო სამართლის წყაროები იყოფა ორ კატეგორიად, ეს გახლავთ პირველადი და მეორადი წყაროები. პირველადი წყაროები, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ უშუალოდ წმინდა წერილი და კონკრეტულად ახალი აღთქმის წიგნი, რომელშიც 27 წიგნია გაერთიანებული. ასევე საეკლესიო გარდამოცემა და ეკლესიის მიერ შემუშავებული კანონები. ანუ რომელია ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეკლესიის ის ძირითადი კანონები, რაც საეკლესიო სამართლის პირველად წყაროს წარმოადგენს. რაც უკვე წეგან ვახსენეთ, ეს გახლავთ სოფლიო კრებებზე მიღებული კანონები და თვითონ სოფლიო კრებების მიერ აღიარებული სხვადასხვა დროს გამართული ეგრეთ წოდებული ადგილობრივი საეკლესიო კრებათა კანონები. ძირითადად 10 ადგილობრივი კრება ესეთი გამოყოფილია ჯულის კანონში შევიდა. მოციქულთა სახელით ცნობილი 85 კანონი და 12 სხვადასხვა საეკლესიო წმინდა მამის კანონი, რაც არის თავმოყრილი აი ამ ფოტიოსის ნომო კანონში, ანუ ჯულის კანონში. დიდი ბოდიში. შემდეგ საკითხზე გადავალ. მეორე 1000 წელში მეკითხარით, რომ უკვე გვაქვს კანონოლოგიის პერიოდი. ანუ როცა უკვე იქნება როგორც საეკლესიო სამართლის კრებულები, სადაც ერთად თავმოყრილი ყველა ეს სხვადასხვა პერიოდში მიღებული იმპერატიული საეკლესიო კანონები, ასევე იწყება მათზე კომენტარების გაკეთება. ყველაზე ცნობილი კრებული, რომელსაც დღეს ეკლესია იყენებს, ეს გახლავთ უკვე ვახსენე, პატრიარქ ფოტიოსის მიერ შემუშავებული ნომო კანონი, ანუ ჯულის კანონი, რომელიც 883 წელს იქნა შემუშავებული და ძალიან მოკლედ გეტყვით, იქ თავმოყრილია 4 ესეთი ძირითადი სხვადასხვა კატეგორიის კანონი, რაც ეკლესიის იმპერატიულ კანონებს წარმოადგენს. პირველი ეს გახლავთ 7 სოფლიო კრებაზე მიღებული კანონები, შემდეგ მათ მიერ აღიარებული 10 სხვადასხვა ადგილობრივი საეკლესიო კრებაზე მიღებული კანონები, 12 სხვადასხვა წმინდა მამის კანონები და მოციქულთა სახელით ცნობილი 85 კანონი. ანუ ეს ის კანონები, რაც სოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო ნორმას და იმპერატიულ კანონებს წარმოადგენს, რომელიც სრულებს არ ექვემდებარება. აქ პატარა გადახვევას გავაკეთებ, რომ შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია იყო პირველი, რომელსაც ეგრეთ წოდებული საერთაშორისო სამართალი შექმნა
აი ამ სოფლიო კრებებზე მიღებული კანონების სახით. შემდეგ უკვე მე-2000 წლებში მოდის ისეთი კრებულები, სადაც ეს კანონები თავმოყრილია და ყველა მათგანზე არის გაკეთებული კომენტარები. პირველი კომენტატორები, ვინც დაიწყო საეკლესიო ყველა კანონის განმარტება, ეს 700-მდე კანონია დაახლოებით, ეს იმპერატიული კანონები, უბრალოდ სხვადასხვა რედაქციაში სხვადასხვა დაყოფა გვაქვს და ამიტომ დაახლოებით ციფრებში არის პატარა სხვაობები. ეს იყო იოანე ზონარა, თეოდორე ბალზამონი და ალექსი არისტინი. ეს გახლავთ მე-12 საუკუნის ცნობილი საეკლესიო კანონისტები, რომელმაც ყველა ეს კანონი სათითაოდ განმარტა და მოგცა მათი განმარტება. ანუ მეორე საშუალება იმისათვის, რომ ჩვენ საეკლესიო კანონები პრაქტიკაში სწორად გამოვიყენოთ, პირველი იყო კანონების შედგენილობა რო ვიცოდეთ. მეორე გახლავთ სწორედ აი ამ კომენტარების ცოდნა. იმიტომ ისინი უკვე აღწერენ, რომ ესათვის კანონი სხვადასხვა პერიოდში ეკლესიამ პრაქტიკაში როგორ გამოიყენა, როგორია მათი შედგენილობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მე-12 საუკუნემდე არსებულ პერიოდს უკავშირდება და იმის მერე კიდევ გააგრძელა ეკლესია ცხოვრება აგრძელებს და კიდევ უამრავი ისეთი ახალი მოთხოვნები მოდის წინ, რაც იმ დროს არ იყო გათვალისწინებული. შემდეგი ესეთი კრებული, რომელიც უკვე კომენტარებით არის თავმოყრილი, ეს გახლავთ მათე ვლასტავიოსის მე-14 საუკუნის კრებული, რომელსაც ეწოდება ალფავიტური სინტაგმა. შემდეგ ეს გახლავთ იმავე პერიოდის კონსტანტინე არმენოპულოსის გახლავთ თესალონიკის იურისტი იყო, ესე ვთქვათ, რომელმაც შეადგინა 6 წიგნეული, სადაც მოგვაწოდა საეკლესიო კანონები და მათი შესაბამისობა იმ დროის სახელმწიფო კანონებთან. შემდეგ ეს გახლავთ უკვე მოგვიანო პერიოდის მე-18-19 საუკუნის დასაწყისის ცნობილი საეკლესიო მამის ნიკოდიმოს დაწმინდელის ათონელის მიერ შედგენილი კრებული, რომელსაც ეწოდება პიდალიონი, ანუ მესაჯე. ველმონოსონ აღაპისთან ერთად შეიმუშავა მან ის კრებული, სადაც თავი მოუყარა მის დრომდე არსებულ ყველა კომენტარს და ყველა ცნობას და საკმაოდ მდიდარი მასალა თავმოყრილი იქ. და ყველაზე ბოლო ესეთი კრებული 6 ტომეული, რომელიც გამოიცა მე-19 საუკუნეში ათენის უნივერსიტეტის ორი პროფესორის მიერ, რალისი და პოტლისი, ესეთი იყო მათი გვარები. აქ უკვე თავმოყრილია ყველა არსებული წყარო მე-4 საუკუნიდან მოყოლებული მე-17 საუკუნის ჩათვლით, როგორც კომენტარები, ისე ცალკეული განჩინებები და ასე შემდეგ. აი ამით თავდება შეიძლება ითქვას საეკლესიო კანონების წყაროების, ასე ვთქვათ, ისტორია, ძირითადი ისტორია, რაც საეკლესიო სამართლის როგორც პირველად, ისე მეორად წყაროებს წარმოადგენს. ანუ ბოდიში აი გამორჩა რომ ანუ რა არის მეორადი წყარო. პირველადი წყარო მე უკვე დაგესახელეთ რა არის. იმპერიალური წყაროების გარდა თუ კი რამე შეუქმნია ეკლესიას თავის საკანონმდებლო საქმიანობაში, შეიძლება ეს იყოს ცალკეულ ადგილობრივ საეკლესიო კრებათა განჩინებები, სახელმწიფო კანონები, რაც ეკლესიას მიემართება, თუ ცალკეულ პატრიარქთა ეპისტოლეები, კანონიკური ან დადგენილებები, ყველა მათგანი წარმოადგენს მეორად წყაროს საეკლესიო სამართლის და ეს დღემდე ესე ვთქვათ იზრდება ეს წყაროები, იმიტომ რომ დღესაც იმართება ადგილობრივი საეკლესიო კრებები, რასაც ჩვენ სინოდს უწოდებთ და მათზე ხდება სხვადასხვა დადგენილებების მიღება და შეიძლება სახელმწიფოებმა სხვადასხვა დროს მიიღონ სხვადასხვა რაღაცა კანონი ან ხელშეკრულებები დადონ ეკლესიასთან და ესეც ეკლესიის საეკლესიო სამართლის მეორად წყაროს წარმოადგენს. და ცალკეული საეკლესიო წესჩვეულებები და ადგილობრივი ტრადიციებიც, რომელიც პირდაპირ დაპირისპირებაში არ მოდის საეკლესიო კანონებთან, ამასაც ეკლესია ითვალისწინებს და ესეც ასე ვთქვათ საეკლესიო სამართლის ერთგვარ მეორად წყაროს წარმოადგენს. აი ახლა მე მინდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გადავიდე საეკლესიო კანონების პრაქტიკაში სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით. მე მინდა რომ უფრო მეტად თქვენი ყურადღება აი ამ თემაზე გავამახვილო, იმიტომ რომ ის ინფორმაცია, რაც მანამდე ვისაუბრე, კიდევ ამბობ, ამას წიგნებშიც წაიკითხავთ და ინტერნეტშიც ნახავთ. პირველი მე ვთქვი, რომ იმისათვის, რომ საეკლესიო კანონები სწორად იქნას გამოყენებული პრაქტიკაში, საჭიროა კანონების შედგენილობის ცოდნა, შემდეგ საჭიროა ამ კანონებზე სხვადასხვა პერიოდში შექმნილი კომენტარების ცოდნა, რა თქმა უნდა, იმ პირების მიერ, ვინც ეკლესიის მიერ ავტორიტეტად არის აღიარებული და შეწყნარებული, და მესამე და ყველაზე უფრო თქვათ ესეთი მარადიული ხერხი, რომელიც ეკლესიას ეხმარება, რომ სწორად იქნას ესათვის საეკლესიო კანონი ყველა პერიოდში ობიექტურად და ადეკვატურად გამოყენებული, ეს გახლავთ აკრებიის და ეკონომიის ცნება. რა არის აკრებია და ეკონომია? აკრებია გახლავთ აბსოლუტური სიზუსტე. ანუ იმ ყველა მთლიან საეკლესიო უცდომელობას ეწოდება აკრებია,
როგორც სწავლამოძღვრებას, ისე საეკლესიო კანონებს. შესაბამისად, სოფლიო კრებებზე მიღებული ეს ყველა ეს კანონი, რომელსაც ჩვენ იურიდიულ ენაზე იმპერატიულს უწოდებთ, ამას საეკლესიო ენაზე ქვია აკრებიული. აი ესეთი განსხვავება სახელმწიფო იურისპრუდენციასა და საეკლესიო სამართლის გაგებას შორის, რომ სახელმწიფო სამართალში ჩვენ გვაქვს კანონების ესეთი ორი ჯგუფი ძირითადი. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული იმპერატიული კანონები და რა იგულისხმება ამაში? ანუ ის კანონი, რომელიც ზუსტად ისე უნდა შესრულდეს, როგორც არის დაწერილი და მისი, ასე თქვათ, სხვანაირად ინტერპრეტირება არ შეიძლება. და თუ ისეთ შიხში შედის სახელმწიფო, რომ ამ იმპერატიულ კანონებს ობიექტურად ვეღარ იყენებს, მაშინ ერთადერთი გამოსავალი ეს კანონი უნდა გაუქმდეს და ახალი იმპერატიული კანონი დაიწეროს. ან ესეთ გამოსავალს ნახულობს სახელმწიფო. და გვაქვს მეორე კატეგორიის კანონები იურისპრუდენციაში, რომელსაც ეწოდება ეგრეთ წოდებული დისპოზიციური კანონები. აი ეს დისპოზიციური კანონები არის ესეთი ნორმები, რომელიც სავალდებულოა და საჭიროა, რომ ახსოვდეს ისე, როგორც არის დაწერილი, მაგრამ თუ ობიექტური მიზეზები არსებობს, შეიძლება მისი გვერდის ავლა, ისე რომ ეს დისპოზიციური კანონი არ გავაუქმოთ. აი დაახლოებით ამ იმპერატიულ კანონების ეკვივალენტად შეგვიძლია მოვიაზროთ აკრებიული კანონები, ანუ ეკლესიის მიერ მიღებული კანონები, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ეგრეთ წოდებული პარალელური დისპოზიციური კანონები, რომელიც სოფლიო კრებამ შეიმუშავა. ანუ ამის ისე თქმა მინდა, რომ ეს აკრებიული კანონები, რაც სოფლიო კრებაზე იქნა შემუშავებული, თავის თავშივე ატარებს დისპოზიციის საშუალებას, ანუ გულისხმობს, რასაც საეკლესიო ენაზე ეწოდება იკონომია. მოთი ეკონომიას არ გახლავთ უბრალოდ დისპოზიციური მდგომარეობა, არამედ უფრო ფართო გაგების მატარებელია. რა არის ეკონომია? ჯერ თვითონ ტერმინი რო გავმართოთ. ნუ აკრებია ძველი ბერძნული ტერმინია, ნიშნავს აბსოლუტურ სიზუსტეს, სიმკაცრეს, ზედმიწევნითობას. ხოლო ეკონომია შედგება ორი სიტყვისაგან, იკია და ნომოსი. იკია ნიშნავს სახლს, ოთახს, სახლეულს. ნომოსი ნიშნავს შურს და განგებას, რაღაცა გამგეს. ეკონომია, სიტყვასიტყვით ვთარგმნოთ ქართულად, ნიშნავს სახლის გამგეს. მნე, ეძველ ქართულში ესეთი ტერმინიც გამოიყენება. მაგრამ თეოლოგიაში, თეოლოგიურ ნაშრომებში ეკონომია თარგმნილია შემდეგი ტერმინით ქართულად. განგება, ანუ განგებულება, ამაში მოიაზრება სამთო განგებულება, რა თქმა უნდა. აი რუსულში მაგალითად ეს ტერმინი თარგმნილია პირდაპირ დამასტრაიწელსტვა და სამწუხაროდ ხშირად არის, როცა საღვთისმეტყველო ან კანონიკურ წიგნებს თარგმნიან რუსულიდან ქართულად, ზოგჯერ თარგმნელმა იქნა გამომდინარე, ეს არის ის თეოლოგიური გარჩევა, საღვთმშენებლობა, ესეთი ტერმინით გადამოვთ ქართულად, შეიძლება შეგვიძლიათ კიდეც და რა თქმა უნდა ეს არასწორი გაგება. განგებულება, როგორც ასეთი ეს უნდა ითარგმნოს და ეს არის ყველაზე სწორი შესატყვისი ეკონომიის. რატო ეწოდება ეკონომიას განგებულება და რატო უკავშირდება სამთო განგებულებას? პირველი ეკონომია ეწოდა ღმერთის განკაცებას. ანუ ბერძნულ ტექსტებში აი რომ ნახოთ, სადაც კი განგებულებაზეა საუბარი ღმერთის განკაცების, იქ ყველგან ტერმინი ეკონომია ასე ვთქვათ გამოყენებული. და რატო? რომ ღმერთი, რომელიც არის თავისი ბუნებით დაუსაბამო, დაუსრულებელი, აბსოლუტურად სრულყოფილი, ანუ ისეთი სრულყოფილი, რასაც ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება, ის ხდება, ასე ვთქვათ, კონკრეტულ ისტორიულ პერიოდში ადამიანის სახით ევლინება ანუ ადამიანის სხეულით, ადამიანური ბუნებით ევლინება კაცობრიობას, ანუ თავისი განუსაზღვრელობა, თავისი განგებით ჩაატია ადამიანურ ბუნებაში, რაც ადამიანის გონებისათვის არის მოწმობელი. ანუ განგებულება ესე იგი რა მოვლენაა, რასაც ადამიანის გონება ვერ წვდება, ადამიანის ლოგიკისთვის არის აუხსნელი. შესაბამისად, რატო ეწოდა ეკონომია სხვადასხვა ქმედებებს ეკლესიაში და კონკრეტულად კანონებთან მიმართებაში რა გულისხმობს ეკონომია. აი მე სულ ელექსის დასაწყისში ვთქვი, რა არის სამართალი. მეთქი სამართალი არ გულისხმობს მაინც და მაინც კანონს და სამართლიანობა არ გულისხმობს კანონის ზედმიწევნით აღსრულებას. ზოგადად ესეა, რა თქმა უნდა, მე არ ვუმბლო კანონი უნდა დავარღვევოთ, მაგრამ სამართალი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კანონის ზედმიწევნით აღსრულება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება კანონის აღსრულება პირდაპირ კავშირში იყოს სამართლის აღსრულებასთან, ანუ პირდაპირ კავშირში იყოს ამასთან, მაგრამ ჩვენ შეიძლება გქონდეს ისეთი ცალკეული შემთხვევები, სადაც კანონის აღსრულების შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ეს არის სამართლიანი აღსრულებაც.
ან შეიძლება ამის ობიექტური მიზეზი არსებობდეს, რომ კანონის აღსრულებამ შეიძლება ზიანი უფრო მეტად მოგვიტანოს, ვიდრე თქვათ სიკეთე. ამ დროს ჩვენ თქვით, რომ რასაც არისტოტელე ამბობს ნიკომაქეს ეთიკაში, რომ სამართალი ყველა შემთხვევაში სამართლიანი ქმედება, უნდა გულისხმობდეს თავის თავში სიკეთეს, როგორც ცალკეული ადამიანისათვის, ისე საზოგადოებისათვის. აკრებიული კანონები ეკლესიაში არ უქმდება საერო კანონებისაგან განსხვავებით, თქვა თუ ისეთ შიხში ვართ, რომ ვერ აღვასრულებთ აკრებიულ კანონს. აი მაგალითად რა, აი მარხვასთან დაკავშირებით რო ავიღოთ, ხო? აკრებიულად განსაზღვრულია 4-შაბათი პარასკევი და ასევე აღდგომის მარხვას, ჩვენ დიდ მარხვას ვუწოდებთ. ყველა ქრისტიანმა ადამიანმა ზედმიწევნით უნდა დაიცვას და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. თუ ადამიანი ყოველგვარ მიზეზს გარეშე ამას უგულებელყოფს, ის კაცს საეკლესიო სასჯელს ექვემდებარება. ეს არის აკრებიული განსაზღვრება, რასაც ყველა ზრდასრული ქრისტიანი ადამიანი ექვემდებარება. მაგრამ იქვე გვიწერია, გვაქვს ცალკეული კანონები, რომ თუ ადამიანი სხვადასხვა მიზეზით ხორციელად არის დაუძლურებული, შეიძლება ქალი ორსული ახალნამშობი არებია, ან ხანდაზმული ადამიანი, ან ემე დაავადება აქვს შეყრილი და ხორციელად არის დასუსტებული. შესაბამისად არის საშიშროება იმის, რომ თუ ჩვენ აკრებიული მოთხოვნის მიხედვით ვამარხულებთ ადამიანს, ესე იგი თქვათ იმ სიმკაცრით შეუზღუდავთ საკვებს, როგორც არის დადგენილი, შეიძლება ამან ფატალური შემთხვევა გამოიწვიოს. ამ დროს ეკლესიის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ზიანი მიაყენოს, არათუ მარტო სულიერი. და იქვე არის ეს ეკონომის დაშვება, რომ ამ შემთხვევაში რა არის, რომ მარხვა ეს არის ხორცის მოსაუძლურებელი. შესაბამისად ადამიანი, რომელიც ხორციელად უკვე მოუძლურებულია სხვადასხვა მიზეზით, მას დამატებით მოუძლურება აღარ სჭირდება. აქედან გამომდინარე, მარხვაშიც კი ესეთ ადამიანებზე დაშვებულია შეღავათი. ანუ შემსუბუქება მარხვის. აი ეს არის ეკონომის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი. სხვათა შორის მეექვსე მსოფლიო კრების მესამე კანონში ესეთი განსაზღვრება გვაქვს სიტყვები, რომ ეკლესია ამ საეკლესიო კანონებით ისე უნდა იმოქმედოს, რომ არ ზედმეტმა მობიერებამ და სირბილემ არ გამოიწვიოს ადამიანებში სიზარმაცე და მოშვებულობა და არც ზედმეტმა ზედმეტი სიმკაცრეც არ იყოს ადამიანებისათვის გამამწარებელი. აი ამ ორ ზღვარშუა უნდა იაროს ეკლესია. აი ეს აკრებიის და ეკონომიის, ასე თქვათ, საშუალებები. ეხლა შემდეგ საკითხზე გადავიდეთ. თვითონ ეკონომიის გამოყენების პრინციპებზე, როგორ გამოიყენება ეკლესიაში ეკონომია. მე ვთქვი, რომ ჩვენ ეკლესიაში ცალკე დისპოზიციური კანონები არ გაგვაჩნია. 1-5 წუთიც და მალე მორჩები მე, რომ შემდეგ კითხვა-პასუხებით შევასოთ ჩვენი ლექცია. ანუ თვითონ ეს აკრებიული კანონები ატარებს თავის თავში დისპოზიციის, ანუ ეკონომის დაშვების საშუალებას. ეკონომის მაგალითები რა არის? ხო, მე რაზეც ვისაუბრე, ჩვენ ეკონომიაზე ესეთი შთაბეჭდილება გვჩება, რომ აკრებიას თავის თავში გულისხმობს აპრიორი სიმკაცრეს და ეკონომია აპრიორი გულისხმობს შეღავათს, შერბილებას ამ სიმკაცრისაგან. პრაქტიკულად ძირითადად ესეთი ფორმით ხდება აკრებიისაგან გადახვევა, როცა ეკონომიას ვიმართა, ანუ შერბილების, კი როგორც თქვათ ახლა მარხვის შემთხვევაში მოვიყვანე მაგალითი. მაგრამ ეკონომია არის ნებისმიერ შემთხვევაში აკრებიიდან დროებითი გადახვევა, მაგრამ აი ეს დროებითი გადახვევა არ ნიშნავს აპრიორი სირბილის გადახვევას, უბრალოდ შევარბილოთ სიტუაცია. არამედ შეიძლება ეს იყოს გამკაცრებაც და ესეც ეკონომია. ანუ მაგალითად ახლა როცა ჩვენ ვფიქრობთ, 4-შაბათი პარასკევი არის მარხვა და ეს აკრებიულად დადგენილია. შერბილება, როცა ჩვენ შეიძლება ეს 4-შაბათი პარასკევი ადამიანის სიმკაცრით არ ვამარხულოთ, როგორც ეს არის დადგენილი. მაგრამ პირუკუ მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, რომ თუ ადამიანი დიდი ხანი არ ზიარებულა, ზემოწოდებში ჩავარდა და გარკვეული დიდი პერიოდის მერე პირველად მოვიდა აღსარებაზე კვლავ. და უნდა რომ პირველად მიიღოს ზიარება. ძველ შეუძლია ეპიდემიის სახით, აი ზიარებამდე თუნდაც ერთი თვე ან ერთი კვირა გადაბმულად ამარხულოს ეს კონკრეტული პიროვნება. ანუ იმ დღეებშიც კი ამარხულოს, როცა სხვა ადამიანები არ მარხულობენ, ანუ რაც აკრებიულად არის დადგენილი. ანუ ესეც აკრებიდან განდახვევაა, როცა აკრებია გვეუბნება, რომ 4-შაბათი პარასკევია მარხვა, ჩვენ ამ დროს 2-შაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყოველ დღე ვამარხულებთ. მაგრამ ამას ვაკეთებთ ეკონომით, რომ იმ ადამიანის სინანულში მოსაყვანა ჩვენი საჭიროდ მივიჩნიეთ. აქედან გამომდინარე, ის თქმა უნდა, იგივე აი კიდე მეორე მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, აი მეექვსე მსოფლიო კრების მე-12 კანონში პირველად მოხდა ესე, რომ
ეპისკოპოსებისათვის აიკრძალა ცოლოსნობა. მანამდე ჩვენ ვიცით, რომ ესე პირდაპირ კანონით არ იყო აკრძალული, ანუ უკვე ესეთი ტრადიცია კი არსებობდა, მაგრამ მოციქულთა კანონებში და თვითონ ეპისტოლეებშიც პირდაპირ გვიწერია, რომ ეპისკოპოსი შეუძლია ერთი ცოლი ჰყავდეს. და ეს იყო ესეთი ნორმა ეკლესიაში დაშვებული. მე-12 კანონში აიკრძალა. და იმ კანონშივე წერია ესეთი რამე, რომ ჩვენ ამით არათუ უპირისპირდებით ან ვაუქმებთ მოციქულთა კანონს, აქ მე-5 კანონი გულისხმობს მოციქულების, სადაც წერია, რომ ეპისკოპოსი თავის ცოლს არ გაშორდეს. არამედ იმისათვის, რომ აი ამ საქმეს ზიანი არ მიადგეს, უჯობესად მივიჩნიეთ, რომ ეპისკოპოსებს ცოლები არ ყავდეთ. ანუ ეკლესიამ გაამკაცრა უფრო მეტად. აქაც ეკონომიასთან გვაქვს საქმე, ოღონდ გამკაცრების მიმართულებით და არა შერბილების მიმართულებით. ამას თავის მიზეზები ჰქონდა, რომ ეპისკოპოსებს ცოლები, შვილები რო ყავდათ, ხშირი იყო შემთხვევა, რომ საეკლესიო ქონებას მემკვიდრეობით უტოვებდნენ შვილებს, ან საეპისკოპოსო ხელისუფლებას მემკვიდრეობით შვილებს გადასცემდნენ და ეს მავნეჩობა რო აღიკვეთა ეკლესიას და ამის საშიშროება აღარ ყოფილიყო, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ეს გახდა, რომ ეპისკოპოსებისათვის ცოლების მოყვანა აიკრძალა. რაც შეეხება ეკონომის მინიჭებელ კომპეტენტურ ორგანოს, ეს ორგანო გახლავთ, რა თქმა უნდა, ეკლესია და იერარქიული პრინციპი არსებობს, რომ მაგალითად, ერის ადამიანის შემთხვევაში ეკონომიის დაშვების უფლება აქვს უგდელს, ანუ სულიერ მოძღვარს ან ეპისკოპოსს, დიაკვნის სამღვდლის შემთხვევაში თუ ის თვითონ ამაძიებელი ეკონომიის მასზე ეკონომიის დაშვებას აკეთებს ეპისკოპოსი, ხოლო თუ ეპისკოპოსი საჭიროებს ეკონომიას, რაღაცა გამონაკლისის დაშვებას, მაშინ უკვე უნდა მოხდეს საეკლესიო კრების მიერ ან ეკლესიის მეთაურის მიერ მინიმუმ მაინც. ანუ ზემოდან ქვემოთ გადაეცემა ეკონომიის დაშვება. რაც შეეხება ეკონომიის საზღვრებს. ეკონომიის ესეთი საზღვრები არ აქვს, ანუ მოდი ესეთ რამეს გეტყვით, რომ ჩვენ არ გვაქვს ესეთი განსაზღვრება საეკლესიო კანონებში, რომ რაში შეიძლება ეკონომიის დაშვება და რაში არ შეიძლება. ან თქვათ რაღაც ესე თქვათ სია. და რატო არ არის ეს? ერთადერთი საზღვარი, რაც წარმოადგენს საზღვარს, რაშიც არ შეიძლება ეკონომიის დაშვება, ეს გახლავთ დოგმატური სწავლება. და რატო არ შეიძლება დოგმატურ სწავლებაში ეკონომიის დაშვება? აი მაგალითად, ახლა როცა ჩვენ მომოვთ, რომ ერთი არის სამპიროვანი ყოვლადწმიდა სამება, ჩვენ ეკონომით რო თქვა, თუნდაც რომ ვიღაც ადამიანია დავარყოლოთ და თქვათ, რომ ღმერთი ერთპიროვანია და ეს ერთი ღმერთია, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება და თქვათ, არ ვაღიაროთ სამპიროვნება. ეს უკვე დარღვევაა და ამაში ეკონომიის დაშვება არ შეიძლება. მე წეღან თქვი, რომ აკრებია ანუ საეკლესიო კანონები არის გზა, ის სწორი გზა, რომელიც ადამიანს მიუძღვება სულის ხონებისკენ, ანუ განხრობის გზაზე. ეკონომია შეიძლება ითქვას, ეს არის ობიექტური მიზეზებით ალტერნატიული საშუალება, თუ შეიძლება ამას ესე დავარქვათ, რომ ადამიანი გაუყვეს ამ ასე თქვათ ცხონების გზას. აი ესეთ მაგალითს მოვიყვანე, მაგალითად რო ავიღოთ ავტობანი, რომელიც არის აკრებიული გზა, ანუ კარგად მოპირკეთებული და ზუსტად ვიცით, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასადგილებლად მე თუ გზას გავყვები, საკმაოდ მალე და უსაფრთხოდ ჩავალ. თქვათ ეს ავტობანის გზის რაღაცა მონაკვეთზე არის გაფუჭებული და პირდაპირ გზას ვერ გავაგზავნებ, ანუ აკრებიულად. ამ შემთხვევაში მე შემოვლით გზას ვეცებ. შეიძლება შემოვლითი გზა არ იყოს ისეთი სრულყოფილი, როგორც ავტობანია და შეიძლება ეს იყოს ტალახიანი, გრუნტიანი გზა, ეკალბარდით მოცული. მაგრამ ეს არის საშუალება იმის, რომ დანიშნულების ადგილამდე მაინც ჩავიდე. აი ეს არის ეკონომია, თუ შეიძლება ეს უხეში მაგალითი მოვიყვანო. ანუ ეკონომიას უშვებთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მიზანს არ ავწდებით. აქედან გამომდინარე, დოგმატში იმიტომაც არ შეიძლება ეკონომიის დაშვება, ეს არის მიზანთან აცდენა და აქ უკვე შინაარსს კარგავს ეკონომიის დაშვება. და რას თავარია, თქვათ, ეკონომიით ხელმძღვანელობისას როგორ უნდა ვიმოქმედოთ? მე წამოვთქვი, თქვი, რომ კანონებში ესეთი ჩამონათვალი არ გვაქვს, რაში შეიძლება ეკონომია და რაში არ შეიძლება ეკონომიის დაშვება. და იმისათვის, რომ მე მართებულად და ადეკვატურად გამოვიყენო საეკლესიო კანონები და სწორად დავუშვა ეკონომია. ანუ რა არის ეკონომიის დაშვება? მე უნდა დარწმუნებული ვიყო, რომ ეს ნამდვილად სიკეთის მომნიჭებელი ადამიანისათვის, ანუ ობიექტური სიკეთის მომნიჭებელი, რაც მას ხელში უწყობს, რომ დაბრკოლების გარეშე იაროს ცხონების, ანუ განხრობის გზაზე. ანუ ეს არის სამართლის აღსრულების საშუალება. აი მე წეღან რო გითხარით, რომ კანონის აღსრულება თავისთავად კი გულისხმობს სამართლის აღსრულებას, მაგრამ ჩვენ შეიძლება ობიექტურად ისეთ ჩიხში შევიდეთ, შეიძლება ესე ითქვას, ან ისეთ მოცემულობასთან გქონდეს საქმე, რომ კანონის აღსრულება შეიძლება გარანტია ვერ მოგცეს, რომ სამართლიანად ვიქცევით.
ანუ რამდენად არის სიკეთის მომნიჭებელი ამ დროს კანონის აღსრულება. და აქ ისევ არისტოტელეს ნაშრომს დავესესხები, რომ სამართლიანი ადამიანი, როცა რომელიც ზრუნავს არა მარტო უბრალოდ კანონების აღსრულებაზე, არამედ ისეთი ბრძენია, რომ ის კანონის ასოს კი არ მისდევს, რომ ზედმეტსწრებით უბრალოდ კანონი შესრულდეს. არამედ ადამიანის სიკეთეზე ზრუნავს და შეიძლება მან ამ სიკეთისათვის კანონიდანაც კი გადაუხვიოს. თუნდაც იმ შემთხვევაში კი, როცა კანონი მის მხარესაა. მაგრამ ფიქრობს ადამიანის სიკეთეზე. ანუ იკონომის დაშვება ისას ეკლესია ზოგადად ეპისკოპოსი და მღვდელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ აი ეს გამონაკლისი, ანუ ეს გადახვევა დროებითი აკრები და ნამდვილად სიკეთის ემსახურება, ანუ სიკეთის მონიჭებელია და რაღაც არ არის მორგებული პირმოთნეობაზე ან ადამიანის რაღაც პირად ახირებაზე, ბოდიში ამ სიტყვაზე. ამიტომ იკონომის გამოყენებისას ხელმძღვანელობთ რით? უნდა ვიცოდეთ, რაც ახლა ჩამოთვალე, კანონების შედგენილობა, განმარტებების ცოდნა და ასე შემდეგ და შემდეგ იკონომის გამოყენებისას დარწმუნებულება უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ქმედება არის სიკეთის მომნიჭებელი. და ყველაზე მთავარი, როცა იკონომიას მიმართავს ცალკეული მღვდელი, ან ეპისკოპოსი, ან ეკლესია, ჩვენ ხშირად წარსულისკენ ვიხედებით, რომ აი, ვთქვათ, რაღაცა პრობლემის წინაშე დავდექი. როგორც კერძო პიროვნებასთან, შეიძლება რაღაც საზოგადოებრივ საკითხი. აი, ამასაც ვიტყვი და ამიტომ ვასრულებ ჩემს დღევანდელ საუბარს. და დილემის წინაშე ვარ, როგორ მოვიქცე, ანუ არ ვიცი ახლა რა არის სწორი ქმედება. ხშირად ჩვენ წარსულისკენ ვიხედებით, რომ აბა ჩვენი წინაპრები ან ეკლესიის მამები როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ საკითხში. რა თქმა უნდა, თუ ესეთი პრობლემა წინა საუკუნეებშიც იყო და ეკლესია და გვაქვს მაგალითი ეკლესია როგორ მოიქცა, ამ შემთხვევაში თანამედროვე პერიოდის მღვდელს ეპისკოპოსს ან ზოგადად ეკლესიას ეს ეხმარება იმას, რომ ადეკვატურად მოიქცეს და მანაც იგივე ქმედება განახორციელოს, ანუ იგივე იკონომიას მიმართოს. მაგრამ არის თუ არა აპრიორი აუცილებელი, რომ ჩვენ იკონომის დაშვებისას წარსული მაგალითებისაკენ გავიხედოთ. რა თქმა უნდა, ესე არ არის. ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, აუცილებელი საშუალება წარსული მაგალითებით ხელმძღვანელობა, მაგრამ არა 100%-იანი და აპრიორი. რო თქვა, თუ წარსულში მსგავსი მაგალითი არ გვაქვს, ესე იგი ჩვენ არ შეგვიძლია რომ რაიმე გადაწყვეტილება მივიღოთ. საქმე რაშია, რომ ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ყველა შემთხვევაში აუცილებელია წარსული მაგალითი და თუ ჩვენ წარსულში მსგავსი მაგალითი არ გვაქვს ჩვენი დიდი მამებისგან, ესე იგი ჩვენც არ შეგვიძლია რაიმე ახალი იკონომია დავუშვათ და შეიძლება ეს ავტომატურად მივიჩნიოთ როგორც ჯულიდან გადახვევად. მაშინ აქ ლოგიკურად რაც წავაწყდებით, იცით, რომ რაღაც საკითხებში ეკლესიამ მხოლოდ როდესაც პირველად დაუშვა იკონომია, როცა მას ამისი წარსული მაგალითი არ ჰქონდა. და თუ აპრიორი აუცილებელი იქნებოდა წარსული მაგალითი ხელმძღვანელობა, ეს ეკლესიისთვის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ვალდებულება იქნებოდა. მაშინ არც ვერცერაზოს ვერ დაუშვებდა ეკლესია იკონომიას. ან როდესაც ეკლესიას პირველად სპონტანურად მოუწია იკონომის დაშვება წარსული მაგალითის გარეშე. შესაბამისად, დღესაც 21 საუკუნეში მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიას კი აქვს 20 საუკუნოვანი გამოცდილება და შეიძლება ნაკლებად არის დარჩენილი ისეთი საკითხი, რაშიც ეკლესიას იკონომია არ დაუშვა და რაშიც ჩვენ გამოცდილება მაგალითი არ გვაქვს და ძირითადად ყველაფერში გვაქვს და დღევანდელი მღვდლისთვის ან ეკლესიისთვის ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ძალიან ადვილია ეკონომით ხელმძღვანელობა, იმიტომ ამის უამრავი წყარო და მაგალითი არსებობს, მაგრამ მაინც შეიძლება ისეთ საკითხს წავაწყდეთ, რაზეც ეკლესიას ჯერ გამოცდილება არ ქონია. მე ბევრჯერ მithkom სხვა გამოსვლებშიც, რომ აი ხელოვნური განაყოფიერების საკითხი არსებობს, კიდე სქესის შეცვლის საკითხი და შეიძლება ესეთი ადამიანი მოვიდეს ჩვენთან. და ამაზე მართლა არავის არ უსჯელია. მე-20 საუკუნეშიც კი პირველ ნახევარში ამაზე ეკლესიას არ უსჯელია. და შესაბამისად ჩვენ წარსული მაგალითით ვერ ვიხმძღვანელებთ, ხოლო აქ უკვე ეკლესიას მოუწევს, რომ სპონტანურად პირველად მიიღოს რამე გადაწყვეტილება თუნდაც ესეთ ადამიანთა მიმართებით. და ჩვენ ხვალზე კი არ ვიცით ეკლესია რა მოთხოვნების არა გამოწვევის წინაშე დადგება. ამიტომ ის თქმა მინდა, რომ თუნდაც ცალკეული მღვდლის ან ეპისკოპოსის ან ზოგადად ეკლესიის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება წარსულში მაგალითს არ ეფუძნება, ეს ავტომატურად არ უნდა მივიჩნიოთ საეკლესიო ჯულიდან გადახვევად. ზოგადად ეკონომის დაშვებისას არის ესეთი უხერხულობა, რომ შეიძლება ჩვენ ბოლომდე დარწმუნებულები არ ვიყოთ, სწორად მოვიქეცით თუ არ მოვიქეცით. ან თქვათ ის ადამიანი მისდაურა ეკონომიას, სწორად მოიქცა თუ არ მოიქცა სწორად. და შეიძლება ეს სადავო საკითხიც კი გახდეს.
მართლაც ესეთ დროს ზოგჯერ დრომ უნდა გვანახოს შედეგობრივად, რომ სწორი იყო თუ არა ჩვენი ქმედება. შეიძლება იმ წუთასვე, როცა ეკონომიას უშვებს ეკლესია, ეს ყველასათვის დამაჯერებელი და არ იყოს, რომ ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა. ანუ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. და თვითონ ის ორგანო, ეს ზოგადად საეკლესიო კრება იქნება ცალკეული ეპისკოპოსი თუ ცალკეული მღვდელი, ვინც კონკრეტულ შემთხვევაზე მიმართავს ეკონომიას, თვითონ გულწრფელად მაინც უნდა იყოს დაჯერებული, რომ ეს ნამდვილად სიკეთეს ემსახურება და რაღაცა ხელაღებით არ ეკიდება საეკლესიო კანონებრივ განსაზღვრებებს. ძალიან ფართო თემა. ნუ რაც შეეხება თანამედროვე საეკლესიო კანონისტებს, მე ამაზე როცა კითხვები გაჩნდა, მე ბოლოში მიძლია ჩამოგითვალო, რომ თუ ეს სახელმწიფოები დაგაინტერესებთ, არის ძირითადად რუსულენოვანი, არის ბერძნულენოვანი, არის ინგლისურენოვანიც. ნუ რა თქმა უნდა, კათოლიკური ეკლესიას კიდე ცალკე სერიოზული კანონისტები ყავს და იქ ძალიან ბევრია. უბრალოდ გარკვეულწილად რა თქმა უნდა ჩვენგან განსხვავებულია მათი ხედვები, მაგრამ ისინიც ბევრ რამეში არის გამოსადეგი საეკლესიო კანონის შესწავლის აი ამ მეცნიერების სფეროში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ბოდიშს გიხდით ჩემი ცოტა აი ამ ხველებისა და ცოტა ესეთი გადარბენით მომიწია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი, მე არ ვიცი რამდენად ლოგიკურად ჩამოვაყალიბე. მე მოკლედ რაც გაუგებარი იყო, შეგიძლიათ კითხვები დასვათ და მე შევეცდები, რომ თქვენთვის გაუგებარი საკითხები რო გასაგებ ენაზე გავშალო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისათვის.